გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ქართულ კერძს, ერთ-ერთ ყველაზე მწირ ინგრედიენტიან კერძს და ერთ-ერთ ყველაზე რაჭულ კერძს, რაც კი დაბადებულა ოდესმე. ეს კერძი არის ერთ-ერთი სოფლიდან, კერძოდ სოფელი შქმერიდან და ეს კერძი კეთდება ქათმით. არ გეტყვით სახელს და აბა თუ გამოიცნობთ. დავიწყოთ. როგორც ვთქვი, ეს კერძი არის ერთ-ერთი ყველაზე მწირი ინგრედიენტებისგან შემდგარი კერძი. ამ კერძს ჭირდება მხოლოდ ნიორი, ჭირდება მხოლოდ ქათამი, ჭირდება მხოლოდ მარილი და ჭირდება მხოლოდ რძე. ეს კერძი კიდევ ერთხელ ვასახელებ, რომ არის შქმერიდან, კერძი არის შქმერული. და თუ თქვენ ამ კერძს ეძახით შქმერულს, თუ გინდათ unsubscribe გავუკეთეთ. არა, მართლა კი არა ვიხმართ. არ გავუკეთეთ. დაგვალაიქეთ, დაგვასაპორტეთ, გამოგვეწერეთ და როგორც დაგვიდეკით, რომ ერთად დავაშენოთ ეს ჩვენი პატარა კიბერსაფერი. მადლობა. ეს ქათმის კერძი კეთდება ტუნტულა ქათმისგან, რომელსაც აქვს კისერი, ფეხები და ფრთები. ქათამი, რა თქმა უნდა გავტრუსოთ. ჩვენი გატრუსული არის უკვე, გვინდა ცეცხლი დაგვენახებინა ბავშვებისთვის და ეხლა ეს უბრალოდ ეს გატრუსული რაღაცები მოვაძროთ და შეგვიძლიათ გადავიდეთ უკვე კერძის მომზადებაზე. ამ კერძის მომზადება არის ძალიან მარტივი, კიდევ ერთხელ ვიძახი. სიმარტივეშია გენიალურობა და ამ კესერს მოვაჭრი, იმიტომ არ მიყვარს კესრის ნაწილი, მე და ვისაც გიყვართ ბოდიში. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის გავჭრათ ჩუაზე ხერხემალი უნდა ამოვაჭრათ. ანუ ამ ხერხემალს ფლიანად მოვაჭრით, რომ ადვილად გავხსნით ჩვენს ქათამს. აი ეს ხერხემალი ამოვაჭრით, როგორც ხედავთ, აღარ აქვს ხერხემალი. ესე ავიღოთ ჩვენი ქათამი და აი ეს დავაწვევით. ჩავტეხავთ. ხერხემალი თუ ამოვაჭრეთ, რომ უფრო მეტი კანი გამოვაჩინო და უფრო მეტი კანი მოხვდეს ცეცხლზე და უფრო კარგად მოიბრაწოს ჩვენი ქათამი. უნდა მოვაყაროთ მარილი ბლომად და კარგად ესე შევაზილოთ, რომ შერჩეს კარგად ეს მარილი. ესე კარგად დავაყაროთ აქედან, შიგნიდანაც კარგად ესე წაუსვათ ყველგან მარილი. კარგად დამარილიანება გამოიწვევს, რომ უფრო კარგად მოიბრაწება შემდეგში. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეწვისას ზოგადად ნებისმიერი ცილის ძალიან მნიშვნელოვანია მარილი. რაც კარგად გავუკეთებთ მარილს, მით უფრო კარგად შეიბრაწება ჩვენი ნებისმიერი ცილა. ეს იქნება თევზი, ღორი, ძროხა, სტეიკი, არ ყველანაირი ნებისმიერი ცილა. წვადსაც რო იცით რომ წვავთ, წვადსაც ჭირდება ბლომად მარილი, რომ კარგი და გემრიელი გამოვიდეს. და ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ ქათმის შეწვა. ქათმის შეწვისთვის, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ქათმის ყველაზე ახლო მეგობარი ტაფა. ავიღებთ ტაფას, გავაცხელებთ მაღალ ტემპერატურაზე და შეწვას გავაგრძელებთ ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე. სანამ ტაფა ცხელდება, მანამდე შეგვიძლია რომ ნიორი გავხსნათ. ნიორის როგორც მოგეხსენებათ, შქმერულში ნიორი ერთ-ერთი წამყვანი ინგრედიენტია, რადგან სულ 3 ინგრედიენტია. ესე უნდა გაგიცხელოთ ტაფა, რომ მეკითხებით ხომ როგორ გაგიცხელოთ ტაფა ეს. დავასხავთ ზეთს. ეს რომ დავასხავთ, კარგად გადავანაწილებთ. ავიღებთ ჩვენს ქათამს, დავდებთ ახლა კანის მხრიდან, პირველ რიგში. დავადოთ ეს. ჩაუწევთ ერთით დაბლა, ანუ 8-ზე დავაყენებთ და დავაცდი ესე რომ შეიწვას დაახლოებით 15 წუთი. მანამდე ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ ნიორი. ნიორი უნდა დავჭრათ ძალიან წვრილად, არ უნდა დავაპიროთ, უნდა დავჭრათ ძალიან წვრილად. ესე დავჭერით ძალიან წვრილად ჩვენი ნიორი. ახლა კი ცოტა ხანი დაუცადოთ რომ ქათამი მოიბრაწოს. დაახლოებით 10 წუთი. დაახლოებით 10 წუთი გავიდა, უფრო 7 წუთი გავიდა ვიდრე 10. და ეხლა ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი ქათამი. ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ამ დროს არ უნდა დაგიწვათ ქათმის კანი, რადგან ქათმის კანში არის ყველაზე მეტი გემო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და ეხლა ესე ავიღებთ, ესე ვნახავთ თუ შიგნით როგორ გამოიყურება კანი. კარგად გამოიყურება და ეხლა გადმოვატრიალებთ ამას და გავაგრძელებთ მეორე მხრიდან მობრაწვას. და ისე 10 წუთი დაახლოებით დავტოვოთ უყურადღებოდ. იფშ. გავიღოთ ჩვენი ქათამი, აი ნახეთ რა ფერზეა. გადმოვიღოთ აქ. ეხლა რაც შეეხება ნიორს და მის მობრაწვას. ავიღოთ ეს ნიორი, ჩავყაროთ შიგნით. ყველაფერს ვაკეთებთ ერთ ტაფაში, რადგან ეხლა იქ არის დარჩენილი ცხიმები ქათმის და ეგ ცხიმები უნდა კარგად ავიღოთ და მაგით უნდა გავაკეთეშობილოთ ჩვენი ნიორი. ასე ვავიღოთ ცოტა კარაქი. დაახლოებით 15 გრამი და კარაქში კარგად მოვთუშოთ. დაახლოებით 2 წუთი გავიდა, კარგად შევოქროსთ და ჩვენი ნიორი და ეხლა დავასხათ დაახლოებით 150 გრამი რძე ჩვენს ნიორს. ეს ცოტა წამოდუღდეს ჩვენი რძე და ეხლა ჩავყაროთ ცოტა მარილი. ისე ცოტა ამოვურიოთ. ცოტა კიდე დავამატოთ. ყოველთვის უნდა სინჯოთ და სინჯოთ კერძები, მარილი თავიდან ერთდროულად არ უნდა დავუქნათ ხოლმე, ცოტა უნდა დავუქნათ, რადგან მარილის ჩაყრა ძალიან მარტივია, მაგრამ ამოკლება ძალიან რთული.
ეხლა რაც შეეხება ქათამს, ქათამი რა დაუჭრათ, რა თქმა უნდა. მეორე ბარკალი კიდე ერთი გემრიელი აქ ესე. ოჩე წვენი უნდა გადმოვიდეთ. ჩაო ესე. ქათამი ჩავალაგეთ, კარგად მობრაწული ქათამია, შიგნიდან ძალიან სველი და ნოტიო. ეხლა უნდა დავუცადოთ დაახლოებით 1-2 წუთი, რომ კარგად წამოდუღდეს ეს соуსი, შიგნით გაუჟდეს გემოები და შეგვიძლია რომ მივირთოთ. ნელ-ნელა შეგვიძლია მოვიხოთ ბატონი საბა ჟან-ჟაკ რუსმანი. გთხოვთ. და ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე ეს მივირთოთ ტაფიდანვე, რადგან შქმერულის გადმოღება საცოდაობაა. საბა სტუდიაში თავის წილი პურით. მოვედი, ჩემი წილი პურით. ეს საიდან მოიტანა? თონიდან ამოვაკარი. შენ თითონულე. კი. მე თითონულე. აჰა, ტოლად გავიყოთ. ოხ, შეგენასწორე. კაი ხარ, თოლად გავიყოთ პატარა შენ. კარგი, ეხლა გავაკეთეთ რა? გავაკეთეთ ჩვენ ტრადიციული კერძი, რომელიც მოდის სოფელი შქმერიდან. მე შქმერულის მოსაპირე. არა. და ამ შქმერულის ჭამის პრინციპი არის ძალიან გადაკვანძული ურთან. ტოპში ვიდეოში უეჭველი შედის. როუზი გაიგა. ძალიან რთულია გააკეთო ცუდი შქმერული. რამდენად რთულია გააკეთო ძალიან კარგი შქმერული, კი ბატონო. კი. და რა გვინდა ყოველთვის? კოკაკოლა! ასევე შქმერულთან ერთად ჩემთვის ტოპ პირველი არის სასმელებში კოკაკოლა. და როგორც ტოპ 7-ში შედის შქმერული, 1-ში შედის კოკაკოლა. ავიღო. და გავწყვეტ. ყველდღე მიაქციოთ. ყველა დავსახურებს. და რატომ? რადგან მათ ქვეშ არის მოთავსებული კოდები, რომელიც შეგიძლიათ შეიყვანოთ აპლიკაციაში. და ამ აპლიკაციაში რა ხდება? ქულების დაგროვება. ქულების დაგროვებით რა ხდება? ბევრი პრიზის მოგება. მაგალითად ბოლოს მოიგეს პარიზში ლეიდი გაგას კონცერტის ბილეთები. მე დიახ, ამოვაწე ჩავიდა. მაგას ვაკეთებ. соуსი ნიორი და ზერო კაი რატო არის ახლა მაგას. ძალიან მაგარი შქმერულია. აჰა. ხოლეთ მოკითხვა რა ჭველებს, ხო? ჩვენგან სოფლის კოზე სტუდიიდან. ძალიან გიპატივს ვხსენთ, როგორც ხალხს, ასევე თქვენ სამზარეულოს. მე გვიყვარ ხართ. ძალიან. ვაფშე ყველა ქართველი გვიყვარს ჩვენ. აჰა. და ებრაელები. ებრაელებით. გამოგვიწერდა თქვენს დაგვანახეთ როგორ გიყვართ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. და ისე გავაკეთოთ რომ ყველაფერი კარგად იყოს. და ვიცხოვროთ გარეთმობრ საქართველოში. შქმერია საქართველოს საქართველოა. შქმერია, მაგრამ საქართველო შენია. შენია. ჟურნალისტური რა. შენია. კაი, აბა ზატო კიბერსოფელია ჩვენი და გავეწერეთ ეს ყველაფერი გააკეთეთ რომ ჩვენთან ერთად დავაშენოთ კიბერსოფელი. ბაი!